ეს შეკითხვა არ გიჩნდებათ, მაგალითად ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ რა შეიძლება იყოს პოლიტიკური ინდულგენცია, რითაც გამოისყიდის თავის თავს ვიღაცა. ანუ განათლების დღევანდელი მინისტრი ყავთ ადამიანი, რომელიც იყო ზურა ადეიშვილის მოადგილე. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ტიპი, რომელიც იყო შაშკინის მოადგილე და მანდატურების, ანუ აი ბავშვებს ასწავლიან, რომ ჩაშვებობის ინსტიტუტი კარგია, აი მაგ სისტემა და მაგ ჩაშვებობის ინსტიტუტი და რაღაცა პოლიციური ზედამხედველობა სკოლებში ვინც აწყო, ეგ ტიპი ყავთ შინაგან საქმეთა მინისტრად. რა გააკეთა მაშინ ამ ხალხმა ესეთი, ანუ რამე გაიდლაინი იქნება გამოცემული, რომ იცი რა არის, აი ხა შენ თუ გეკა გელაძეს და გივი მიქანაძეს მიბაძავ, მაშინ ეს აკრძალვა აღარ იქნება, აღარ იმოქმედებს შენზე? თუ ოპოზიციაში და რაღაცა ნებისმიერი პარტიის წევრობა აღეკრძალება, თუ ნაციონალებიდან გადახვალ ქართულ ოცნებაში და ამათ შეუერთები. ანუ მე რა მაინტერესებს ის, რომ რაღაც მომენტში გივი მიქანაძე რომ მიხვდეს, რომ ეს ხალხი მის განათლების რეფორმატორულ იდეებს არ იზიარებს, თანხმდროში არ მოდიან ერთმანეთთან და გადაწყვეტს, რომ წამოვიდეს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან და შექმნას ჯანსაღი ოპოზიცია, ნაციონალი გახდება ისევ და აი საკრძალვა შეეხება? თუ აი ეს როგორ იმუშავებს, ანუ ეს ხო აბსოლუტურად არანაირი ფარსი არის, როდესაც ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ თითქოს ეს რაღაცა პოლიტიკურ პროცესებს გააჯანსაღებს.